სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ჩვენ მალე დავამთავრებთ 67-დან ნაწილს, რომელიც ჩაწერილია 2018 წლის 21 ოქტომბერს. მალე COVID-ი დაიწყება და მე უფრო მე მგონი ესენიც ნაკლები იქნება და კონფერენციებზე იქნება კითხვა-პასუხები თუ არ მეშლება და 80-მდე ადის მე ეს კითხვა-პასუხები და ჩვენც ალბათ დავამთავრებთ მაგას მე. ქრისტიანებმა უნდა აღვნიშნოთ თუ არა ჰალოუინი. ესე იგი, ქართულში, როცა უთარგმნიათ, უთარგმნათ ჰელოუინი. არ არის სწორი მე მგონი. მე რო ჩავეძი ამას, ხო, ჰელოდან არ არის, გამარჯობიდან არ არის, ეს არის ჰალოდან. და ქართველებსაც გვაქვს, ხო, ჰალით წარმოითქოს, რატო ჰელო? ჰელოუს ეს განწყობა აქვს ჰელოუინ და ჰალო ნიშნავს განწმენდას, წმინდანების დღესასწაულია, ხო, გარდაცვლილი წმინდანების დღესასწაული ორიგინალში. ეხლა საერთოდ უჟასების და რა ვიცი რა და რები და აღარ აქციეს დიდ კომერციად. და ჯონ მაკარტურს უსვას ახალგაზრდა სტეფანე იგივე. საღამოშვიდობისა გმადლობთ რომ აქ ახართ, მე სტივენი მქვია, გამარჯობა სტივენ, იგივე სტეფანე. ძალიან პოპულარული სახელია ანგლოსაქსონურ სივრცეში. როგორც ჩანს ეს საკამათო თემაა, მაგრამ რას ფიქრობთ, ქრისტიანებმა უნდა აღნიშნონ ჰალოუინი? და ჯონ მაკარტური პასუხობს, უნდა აღნიშნოთ თუ არა? არა, ეს უბრალოდ სასაცილოა. ხო, რაზეა საუბარი? ეს უბრალოდ ერთგვარი ყოველწლიურად უფრო და უფრო დემონური ხდება, თუ ატყობთ, ხომ? ისინი იწყებენ წიგნების, მთელი ამ ფილმების, რეკლამის, ამ კომერციის და სატელევიზიო პროგრამების გამოშვებას, რომლებიც უბრალოდ საშინელებად და სატანური ფანტაზიებია. ხედავთ, უბრალოდ ეს საშინელებაა. არა, უბრალოდ მოერიდეთ ამას. არა, ქრისტიანებმა არ უნდა აღნიშნოთ ეს და არ უნდა შეუწყოთ ხელი ამას. ჯობია გქონდეთ შემოდგომის ფესტივალი და არქვით ამას, თუ გინდათ შემოდგომაზე რამე იზეიმოთ, ხო? სხვათა შორის ჩვენთან Thanksgiving-ია, ხო, მადლიერების დღე. ასე რომ არა, პასუხი არის არა. მადლობა ამ კითხვისათვის სტივენ.